ფიქრობთ, რომ თქვენი არჩევანი არაფერს ცვლის. ან და თქვენი არჩევანი გავლენას არ ახდენს გარშემო მყოფი ადამიანების ცხოვრებაზე. თუ ასე ფიქრობთ, მინდა გითხრათ, რომ ცდებით. თითოეული არჩევანი იმაზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენი და სხვების ცხოვრებაზე, ვიდრე წარმოგვიდგენია. დღეს რწმენის ერთ-ერთ გმირზე, დუაიტ ლაიმონ მუდის შესახებ მოგიყვებით, რომელმაც თავისი არჩევანით შეცვალა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ათასობით ადამიანის ცხოვრებაც. 1827 წელი, 5 თებერვალი. მასაჩუსეტსის შტატის პატარა ქალაქ ნორთფილდში დუაიტ მუდი დაიბადა. ის მეშვიდე იყო მუდების 9-შვილიან ოჯახში. დუაიტი 4 წლის იყო, როცა მამამისი, ედვინ მუდი გარდაიცვალა და ამ დიდი ოჯახის შენახვა მთლიანად დედას, ბეტსი მუდის დააწვა მხრებზე, რომელიც ძალას არ იშურებდა შვილების აღსაზრდელად. რაც შეეხება მის განათლებას, მას არასდროს გამოუჩენია მიდრეკილება სწავლისადმი და ამიტომაც მას მხოლოდ 5 კლასის განათლება ჰქონდა. მიუხედავად განათლების არ ქონისა, ბავშვობის წლებში შეძენილი თვისებები ძალიან გამოადგა მომავალში. ღარიბული წარმომავლობის გამო მისი ფესვები ყოველთვის უბრალო ხალხთან იყო დაკავშირებული. სულდა მოჩვენებითობა და სულდა მლიქვნელობა საზოგადოების მაღალი ფენის წარმომადგენელთა მიმართ. დედის თავდადებული მზრუნველობიდან ნასწავლი ჰქონდა ის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მომჭირნეობა, ბეჭდის შრომა და მჭიდრო ოჯახური კავშირები. დედისაგან მოსდევდა გულჩვილობა. ზრდასრულ ასაკშიც ხშირად წასკდებოდა ცრემლები, როცა აცნობიერებდა, რომ ვიღაცას უნებლიეთ აწყენინა და როცა სხვების წინაშე შეურაცხყოფილ ადამიანს ბოდიშს უხდიდა. ცხადი იყო, რომ მისი ბოდიში გულწრფელი და ნამდვილი გახლდათ. 17 წლის ასაკში დუაიტ მუდი ბოსტონში გადავიდა ბიძის ფეხსაცმლის მაღაზიაში სამუშაოდ. ბიძა მის მიღებას იმ პირობით დასთანხმდა, რომ ყმაწვილი მორჩილი იქნებოდა და ივლიდა ეკლესიაში. მუდი უნიტარულ ეკლესიაში იყო გაზრდილი, რომელიც უარყოფდა ქრისტეს სრულ ღვთაებრიობას და ყურადღებას არ ამახვილებდა იმაზე, რომ ადამიანს ცოდვებისგან ხსნა სჭირდებოდა. ახალ ეკლესიაში კი დუაიტმა ამ ყოველივეს შესახებ მოისმინა, მაგრამ წუთი სოფლის სიამენი აირჩია და იფიქრა, რომ მონანიება და ხსნის მიღება სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრეც შეეძლო. მიუხედავად ამისა, საკვირაო სკოლის მასწავლებლის, ედვარდ კიმბოლის კეთილი გულის გამო დუაიტი მისი მეგობარი გახდა და ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში გულითადი მეგობრები იყვნენ. ედვარდი მოუწოდებდა დუაიტს ეკლესიაში სიარულისა და ბიბლიის შესწავლისაკენ. მუდი ცდილობდა ბიბლიის საკითხვას, მაგრამ ვერ იგებდა. მდგომარეობა სწორედ 1855 წლის 21 აპრილს შეიცვალა. კიმბოლი ფეხსაცმლის მაღაზიაში მივიდა იმისათვის, რომ მუდისთვის ეთხოვა მოენანიებინა და ქრისტესთვის მიეძღვნა საკუთარი სიცოცხლე. დუაიტმა ყურადღებით მოусმინა და ირწმუნა უფალი იმ დღეს. შემდეგ კი დაუყოვნებლივ იწყო საკუთარი რწმენის შესახებ დამოწმება გარშემო მყოფთათვის, მათ შორის თავისი ოჯახის წევრებისათვის, მაგრამ მათ არ სურდათ მისი რწმენის გაზიარება. მე ყოველთვის უნიტარელი ვიქნები, ამბობდა დედამისი. თუმცა მანაც ირწმუნა ქრისტეს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე. თავიდან დუაიტი ეკლესიის წევრად არ მიიღეს, რადგან როცა ჰკითხეს თუ რა მოიმოქმედა ქრისტემ მისთვის, ანერუულებულმა ბიჭმა უპასუხა, რომ კონკრეტულად არაფერი იცოდა ამის შესახებ. ეკლესიის წინამძღვრებმა კი იფიქრეს, რომ ეს მიუღებელი პასუხი იყო. მოგვიანებით, როცა მუდი ჩიკაგოში გადავიდა, ქუჩებში ხეტიალობდა, რათა ყმაწვილი ბიჭები ეპოვა თავისი საკვირაო სკოლისათვის. მას ძალიან უნდოდა ადამიანთა სულების ხსნა და განზრახული ჰქონდა, რომ ერთი დღეს არ გასულიყო ისე, რომ ვინმესთვის არ ეთქვა იესო ქრისტეს შესახებ. ხშირად მისი ქცევა აღიზიანებდა უცნობებს, როცა ის მათ ეკითხებოდა, იყვნენ თუ არა ქრისტიანები. თუმცა, მუდის მიერ დასმული პირდაპირი კითხვა მრავალი მათგანის სინდის ეხებოდა. ბოსტონში ყოფნისას მუდი ასევე შეუერთდა ახალგაზრდა მამაკაცთა ქრისტიანულ ასოციაციას, რომელიც მსურველებს საგანმანათლებლო და სოციალურ შესაძლებლობებს თავაზობდა. ცოტა ხნის შემდეგ მუდი ჩიკაგოში გადავიდა. მას შეეძლო წარმატებული ბიზნესმენი გამხდარიყო. თუმცა ნაცვლად ამისა, მისიონერულ საქმიანობას მიჰყო ხელი ქალაქში მცხოვრებ, ღარიბ გერმანელ და სკანდინავიელ იმიგრანტებს შორის. 1858 წელს მუდიმ საკვირაო სკოლა დააარსა, რომელსაც 1860 წელს შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი ესტუმრა. 1861 წელს მუდიმ შეწყვიტა ბიზნეს საქმიანობა, რათა მთელი თავისი დრო ახალგაზრდა მამაკაცთა ქრისტიანული ასოციაციის
სოციალური და სამახარებლო საქმიანობისა და თავისი საკვირაო სკოლისათვის მიეძღვნა. გარდა ამისა, მუდი დაუღალავად სთხოვდა მდიდარ ქრისტიან ბიზნესმენებს შემოწირულებას თავისი ქრისტიანული საქმიანობისათვის. მიუხედავად მისი ფიცხი ხასიათისა, ქველმოქმედები ხედავდნენ, რომ ის ნამდვილად ზრუნავდა ქალაქში მცხოვრებ ღარიბ მოსახლეობაზე. ამავე წელს სამოქალაქო ომი დაიწყო, რამაც მუდის საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა. მან ჩამოაყალიბა მონახულებისა და ლოცვითი შეხვედრების ერთგვარი სისტემა, კემპ დაგლასში, ქალაქთან ახლოს მდგარ ჯარში. მუდიმ ასევე პატარა ეკლესიაც ააშენა, იქვე ახლოს და მალე 150 ქრისტიანისაგან შემდგარი გუნდის ხელმძღვანელიც გახდა, სადაც ქრისტიანები ძმური სიყვარულითა და თავმდაბლობით სახარებას უქადაგებდნენ ჯარისკაცებს. 1862 წლის 28 აგვისტოს მუდი ემა რეველზე დაქორწინდა და 3 შვილი შეეძინა. ემა არა მხოლოდ ცოლი, არამედ პირადი მდივანიც იყო თავისი მეუღლისათვის და მუდამ გვერდით ედგა მას. 1865 წელს დუაიტი ჩიკაგოს ახალგაზრდა მამაკაცთა ქრისტიანული ასოციაციის პრეზიდენტი გახდა და 1871 წლამდე იკავებდა ამ თანამდებობას. მუდი ასევე ზრუნავდა ჩიკაგოს ზრდასრულ მოსახლეობაზე. ასოციაციის ხელმძღვანელობით მთელ ქალაქში რიგდებოდა ბროშურები და ტარდებოდა შუადღის ლოცვითი შეხვედრები. 1864 წელს მუდიმ იმიგრანტთა ოჯახებისათვის ჩამოაყალიბა ილინიოსის ქუჩის დამოუკიდებელი ეკლესია. 1871 წლის ოქტომბერში ჩიკაგოში მომხდარმა დიდმა ხანძარმა გაანადგურა მუდის სახლი, ეკლესია და ასოციაციის შენობა. მოგვიანებით მუდი ამბობდა, რომ ამ ცეცხლისაგან მხოლოდ საკუთარი რეპუტაცია და ბიბლია იხსნა. თავდაპირველად დუაიტი სასოწარკვეთილი იყო, თუმცა შემდეგ გააცნობიერა, რომ ძალიან დიდ დროსა და ენერგიას უთმობდა თანხების მოძიებასა და კომიტეტის მუშაობას. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მთელი ყურადღება ქრისტეს სახარების ქადაგებაზე გაემახვილებინა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მსოფლიოს მხოლოდ სოციალური საქმიანობა ვერ შეცვლიდა. ამისათვის ქრისტეს შესახებ ქადაგება იყო საჭირო. ხანძრიდან 1 წლის გასვლის შემდეგ მუდის თავისმა მდიდარმა მხარდამჭერმა სახლის აშენება და სამუდამოდ ჩიკაგოში დარჩენა შესთავაზა. თუმცა მუდი გრძნობდა, რომ ძალის მოკრებას მხოლოდ სიმშვიდეში შეძლებდა. სწორედ ამიტომ მან ქალაქგარეთ ფერმაში დასახლება არჩია, რომელიც თავის მშობლიურ სახლთან ახლოს, ნორთფილდში შეიძინა. 1873 წლის ზაფხულში მუდი ინგლისში გაემგზავრა ოჯახთან ერთად. მას თან ახლდა მგალობელი ირა სენკეი. მუდი 2 წლის განმავლობაში ქადაგებდა ინგლისში, შოტლანდიასა და ირლანდიაში. ინგლისში ყოფნის დროს დუაიტ მუდი ლონდონში მცხოვრებმა ცნობილმა მქადაგებელმა ჩარლზ სპერჯენმა მიიწვია თავის ეკლესიაში საქადაგებლად. როგორც ამბობდნენ, მის მოსასმენად 12,000-დან 20,000 კაცამდე იკრიბებოდა, არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ ინგლისში ყოფნის დროსაც. 1876 წლის 19 იანვარს მუდის მიერ გამართულ შეხვედრას შეერთებული შტატების პრეზიდენტი გრანტი და მისი კაბინეტის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. მუდი გამუდმებით დადიოდა სხვადასხვა ქალაქში და ადამიანებს დაუღალავად ახარებდა ქრისტეს სახარებას. სამახარებლო საქმიანობის პარალელურად მუდიმ გადაწყვიტა, რომ მთავარი ყურადღება განათლების მსახურებაზე გადაეტანა. იმავე წელს მან ნორთფილდის სემინარია დააარსა გოგონებისათვის, ხოლო 2 წლის შემდეგ ბიჭებისთვის გახსნა მაუნთ ჰერმონის სკოლა. 1886 წელს კი დუაიტმა ჩამოაყალიბა ჩიკაგოს საევანგელიზაციო საზოგადოების ბიბლიის სამუშაო ინსტიტუტი, რომელსაც შემდგომში მუდის ბიბლიური ინსტიტუტი ეწოდა. 1886 წელსვე მუდიმ საფუძველი ჩაუყარა ნორთფილდის საზაფხულო ბიბლიურ კონფერენციას, რომელზეც ქრისტიანი წინამძღოლები, ეკლესიის წევრები და სტუდენტები მიიწვია მთელი მსოფლიოდან, რათა მათ ბიბლიური ცოდნა მიეღოთ და მახარებლობის სურვილით ანთებულიყვნენ. მუდის მიზანი ის გახლდათ, რომ ეს კონფერენცია ყოფილიყო ადგილი, სადაც ქრისტიანები შეიკრიბებოდნენ სწავლების, მოზიარეობისა და სულიერი განახლებისათვის. დუაიტ მუდიმ თავისი უკანასკნელი ქადაგება 1899 წლის 16 ნოემბერს წარმოთქვა, კანზას სიტიში ყოფნისას. სახლისაკენ მიმავალ გზაზე შეუძლოდ შეიქმნა და იმავე წლის 22 დეკემბერს 62 წლის ასაკში გარდაიცვალა ოჯახის წევრების გარემოცვაში. მისი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ ჩიკაგოს ავენიუს ეკლესიას მუდის ეკლესია ეწოდა მის პატივსაცემად. ჩიკაგოს ბიბლიურ ინსტიტუტს კი მუდის ბიბლიური ინსტიტუტი. დუაიტ მუდის მე-19 საუკუნის უდიდეს მახარებლად მოიხსენიებენ.
მისი ცხოვრება დღესაც რჩება იმის თვალსაჩინო დამოწმებად თუ როგორც ცვლის ღმერთი ყველაზე ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ ადამიანსაც კი და როგორ აღასრულებს მისი მეშვეობით თავის ნებას. მუდი იყო თავმდაბლობის, მოშურნეობისა და სახარებისადმი ერთგულების ნიმუში. მისი მსახურება ანგრევდა კლასებსა და კულტურებს შორის აღმართულ კედლებს. სწვდებოდა საზოგადოებისაგან გარიყულ და ღარიბ ადამიანებს. მუდი დიდებული ხედვის მქონე ადამიანი გახლდათ, რომელიც ხედავდა განათლების მნიშვნელობას და დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ ქრისტიანთათვის კარგი შესაძლებლობა მიეცა ღვთისმსახურებისათვის მომზადებისა. მუდის ცხოვრება შეგვახსენებს, რომ მთავარი დასაწყისი როდია, არამედ ერთგულება, რომლითაც მივყვებით უფლის მოწოდებას. მუდი მაგალითია იმ ჭეშმარიტებისა, რომ ღმერთს შეუძლია ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ადამიანის მეშვეობით იმოქმედოს თავისი სასუფევლის საზღვრების განსავრცობად. მის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა მოწოდებაა იმისა, რომ ყველა ქრისტიანმა იცხოვროს მოშურნედ, მიზანდასახულად და იესო ქრისტეს სახარებისადმი ურყევი ერთგულებით. ქრისტიანები წუთისოფელში უნდა ცხოვრობდნენ, თუმცა მისით არ უნდა ივსებოდნენ. გემი წყალშია, თუმცა თუ წყალი შევა, მასში ჩაიძირება. ამრიგად ქრისტიანები წუთისოფელში ცხოვრობენ, მაგრამ თუ წუთისოფელი შევა მათში, ისინი იძირებიან. დუაიტ ლაიმონ მუდი.